ნება მომეცით განვიხილო დინამიკის ერთი ზოგადი ამოცანა, რომელშიც თავმოყრილია ძირითადი ასპექტები ვექტორული სიდიდეებისა. რა თქმა უნდა, ამ ტიპის ამოცანა უამრავია სხვადასხვა ვარიაციით, მაგრამ მე შევეცადე ყურადღება გამემახვილებინა ვექტორთა იმ თვისებებზე, რაც განხილული იყო წინა ლექციებში და რაც მათემატიკური აპარატის ელემენტარული გამოყენებით გადაგვაჭრევინებს ნიუტონის მეორე კანონის საფუძველზე შექმნილ სახელმძღვანელოებში ხშირად განხილულ ამოცანას. თქვენს წინაშე ეგრეთ წოდებული დახრილი სიბრტყე, ანუ დახრილი ზედაპირის მქონე სამკუთხა პრიზმის ფორმის ობიექტი, რომელზეც შეუძლია ჩამოსრიალება სხეულს, რაც ნახაზზე ცისფერი მართკუთხედის ფორმითაა წარმოდგენილი. ზოგადი სურათისთვის წარმოვიდგინოთ, რომ ამ სხეულს ქვევით ეკაჩება წევის ძალა, F წევის, რომელიც პარალელურია ზედაპირისა. დავუშვათ აგრეთვე ხახუნის ძალის არსებობა, რომელიც ყოველთვის მიმართულია შემხები ზედაპირების მოძრაობის საპირისპიროდ, ანუ ამ შემთხვევაში ზედაპირის გასწვრივ მაღლა. ხშირად განსაკუთრებით დინამიკის თემის დასაწყისში განიხილავენ მარტივ შემთხვევას, სადაც ხახუნი სრულებითაა უგულებელყოფილი, ანუ ზედაპირები იდეალურადაა დამუშავებული. მაგრამ ამოცანის სისრულისთვის გადავწყვიტე ისიც გამეთვალისწინებინა. მაშასე, ნახაზზე წარმოდგენილია ყველა შესაძლო ძალა, რა თქმა უნდა ვექტორული სახით, რაც კი მოქმედებს დახრილ სიბრტყეზე დადებულ სხეულზე. ჩამოვთვალოთ ისინი. წევის ძალა და ხახუნის ძალა, რაც უკვე აქამდე ითქვა, ისინი განლაგებულია ურთიერთსაპირისპიროდ ოღონდ ზედაპირის გასწვრივ, mg სიმძიმის ძალა, ანუ დედამიწის მხრივ საგანზე მოქმედი მიზიდულობის ძალა, რომელიც ყოველთვის ვერტიკალურად ქვევითაა მიმართული. საყრდენის დრეკადობის, ანუ რეაქციის ძალა, n ვექტორი, რომელიც მიმართულია ყოველთვის ზედაპირის მართობულად, ანუ მოსრიალე ზედაპირთან ქმნის 90 გრადუსიან კუთხეს. საერთოდ ჰორიზონტალური ზედაპირის შემთხვევაში n ვექტორი და mg ვექტორი, ანუ საყრდენის რეაქციის ძალის ვექტორი და სიმძიმის ძალის ვექტორი, საპირისპიროდ, მაგრამ ერთ სფეროზეა განლაგებული, მაგრამ ამ შემთხვევაში ზედაპირის დახრილობის გამო მოცემული ალფა კუთხით n და mg ვექტორები ერთ სფეროზე, რა თქმა უნდა, აღარ განლაგდება. ამ ამოცანას შეიძლება გააჩნდეს რამდენიმე კითხვა. ჩვენ პირველ რიგში გამოვსახეთ ისინი, ანუ ეს ვექტორები მოდებული სხეულის სიმძიმის ცენტრზე. ნიუტონის მეორე კანონთან სიტუაციის მისადაგებით მაგეგმილებელი x და y ღერძების შერჩევით, რომლებიც აქ ორია ამოცანის სპეციფიკის გამო, x ღერძი და y ღერძი. და დაგეგმილების შედეგად მიღებული ტოლობების გაანალიზებით მივიღებთ მნიშვნელოვან საკვანძო შედეგებს. მაშასე, x ღერძი მივმართოთ ზედაპირის გასწვრივ, ჩამოსრიალების მიმართულებით. კარგად ხედავთ აქ ჩამოსრიალების მიმართულებით და x ღერძი მიმართული. y ღერძი კი მიმართულია ზედაპირის მართობულად ზევით. სწორად გავიგოთ, ღერძს და ეს მიმართულებები პანაცეა ნამდვილად არ არის, მაგრამ ვექტორთა დაგეგმილება ამ შემთხვევაში გაცილებით იოლდება. ყურადღება მივაქციოთ ერთ გარემოებას, რომელიც მარტივი გეომეტრიული დებულებიდან გამომდინარეობს. დახრილი სიბრტყის ალფა კუთხე, სურათზე წარმოდგენილი ალფა კუთხე, უდრის კუთხეს mg ვექტორსა და ზედაპირის მართობულ წრფეს შორის. ანუ სურათზე წარმოდგენილი ალფა კუთხე, რომელიც შექმნილია mg ვექტორსა და ზედაპირის მართობს შორის, იგივეა რაც დახრილი სიბრტყის კუთხე. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ეს კუთხეები წარმოადგენს ისეთ კუთხეებს, რომელთა შესაბამისი გვერდები ურთიერთმართობულია. ვწერთ ნიუტონის მეორე კანონს, რომლის თანახმად ყველა ამ ძალის ვექტორული ჯამი უდრის სხეულის მასის ნამრავლს a აჩქარებაზე.
კარგად მოგეხსენებათ ნიუტონის მეორე კანონი, რომლის თანახმადაც სხეულზე მოქმედი ყველა ძალის გეომეტრიული ჯამი, ანუ სწორი ტერმინოლოგიით სხეულზე მოქმედი ძალთა ტოლქმედი უდრის სხეულის მასისა და აჩქარების ნამრავლს. რა თქმა უნდა, ვექტორულად. როგორც ვიცით, არანაირი ვექტორული ტოლობა პრაქტიკული ღირებულების მომტანი არ არის დაგეგმილების გარეშე. მას ასე დავიწყოთ დაგეგმილება x ღერძზე. წევის ძალის x გეგმილი უდრის წევის ძალის მოდულს. რა თქმა უნდა, იგი ამ შემთხვევაში იქნება დადებითი, ვინაიდან სხეული მოსრიალებს x ღერძის მიმართულებით. საყრდენის რეაქციის ძალის x გეგმილი უდრის 0-ს, ვინაიდან თუ დაუბრუნდებით მოცემულ ნახას, დავინახავთ, რომ საყრდენის რეაქციის ძალა კიდევ ერთხელ დავწუნდებით, რომ მოსრიალე ზედაპირის მართობულია. შესაბამისად, მაგეგმილებელი ღერძის ვექტორთან მართობულობის შემთხვევაში ვექტორის გეგმილი იქნება 0-ის ტოლი. ხახუნის ძალის x ღერძზე გეგმილი არის ხახუნის ძალის მოდული უარყოფითი ნიშნით, ვინაიდან ხახუნის ძალა მიმართულია ჩამოსრიალების, ანუ ამ შემთხვევაში x ღერძის მიმართულების საპირისპიროდ. ორიოდე სიტყვა უნდა ითქვას სიმძიმის ძალის x გეგმილზე. mg-ს x გეგმილი უდრის mg გამრავლებული სინუს ალფაზე. ეს გამომდინარეობს ელემენტარული ტრიგონომეტრიული ტოლობიდან მართკუთხა სამკუთხედის ფიგურაში. სინუს ალფა, როგორც ვიცით, მართკუთხა სამკუთხედში უდრის ალფა კუთხის მოპირდაპირე კათეტის შეფარდებას ჰიპოტენუზასთან. ეს კარგად ჩანს, თუ დაუბრუნდებით მოცემულ ნახას და mg-ს განვიხილავთ, როგორც მართკუთხა სამკუთხედში არსებულ ჰიპოტენუზას, ხოლო მის გეგმილს x ღერძზე, როგორც ალფა კუთხის მოპირდაპირე კათეტს. ხოლო ხედავთ, რომ აჩქარების x გეგმილი თვითონ აჩქარების მოდულის ტოლია. მასშტაბი აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით ვღებულობთ ტოლობას f წევის ძალას გამოკლებული f ხახუნის ძალა პლუს სიმძიმის ძალის ნამრავლი სინუს ალფაზე უდრის მასსა და აჩქარების ნამრავლს, მოცემულ ტოლობას. იგივე პროცესი დაგეგმილებისა გავიმეოროთ y ღერძზე. რა თქმა უნდა, ადვილად დავწმუნდებით იმაში, რომ წევის ძალის გეგმილი y ღერძზე უკაცრავად არის 0-ის ტოლი, გამომდინარე ვექტორის მართობულობიდან y ღერძისადმი, ასევე ხახუნის ძალის გეგმილიც y ღერძზე წარმოადგენს 0-ს, ხოლო mg ძალის, ანუ სიმძიმის ძალის ვექტორის მიერ y ღერძთან შექმნილი ბლაგვი კუთხიდან გამომდინარე და ისევ და ისევ ელემენტარული ტრიგონომეტრიული დებულებიდან მივიღებთ, რომ mg-ს y გეგმილი არის -mg კოსინუს ალფა. საყრდენის რეაქციის გეგმილი უკვე თვითონ საყრდენის რეაქციის ძალის მოდულის ტოლია, გამომდინარე მისი თანამიმართულობიდან y ღერძისადმი. აჩქარების y გეგმილი არის 0, ვინაიდან აჩქარების ვექტორი y ღერძის მართობულია, ესე იგი საბოლოოდ დაგეგმილების პროცესის შედეგად ვღებულობთ ტოლობას საყრდენის რეაქციის ძალის ნიშნულობას n-ს მინუს mg კოსინუს ალფა უდრის 0-ს. ახლა გავიხსენოთ კავშირი სრიალის ხახუნის ძალის მოდულისა და საყრდენის რეაქციის ძალის n მოდულს შორის, რომელიც გამოისახება ფორმულით ხახუნის ძალა უდრის საყრდენის რეაქციის ძალა გამრავლებული μ ხახუნის კოეფიციენტზე. მივიღებთ ჩასმის შედეგად ტოლობას f ხახუნისა უდრის μmg კოსინუს ალფას. მოცემული ტოლობა. ხოლო აღნიშნული ტოლობის ჩასმით x ღერძზე
დანაგეგმილებ ტოლობაში ღებულობთ ასეთ დებულებას. ეს არის კავშირი წევის ძალის მოდულისა m მასის სხეულის მიერ მიღებულ აჩქარებასთან. რა თქმა უნდა, აქ წევის ძალის განსაზღვრა სავსებით შესაძლებელია კონკრეტული m მასის სხეულისთვის ხახუნის კოეფიციენტისა და დახრილი სიბრტყის კუთხის მიხედვით, მაგრამ აქ გაცილებით საინტერესოა შემთხვევა და ჩვენს ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტზე, როცა სხეული მოსრიალებს გარეგანი ძალდატანების გარეშე, მხოლოდ სიმძიმის ძალის გავლენით, ანუ როდესაც წევის ძალა უდრის ნულს. ამ შემთხვევაში ელემენტარული მათემატიკური გარდაქმნით ღებულობთ შემდეგ ტოლობას mg სინუს ალფა მინუს მიუ mg კოსინუს ალფა უდრის მასსა და აჩქარების ნამრავლს. და საკვანძო მომენტი ტოლობის ყველა შესაკრები იკვეცება მასაზე m-ის მნიშვნელობაზე. აქედან გამომდინარე თავისუფალი ვარდნის აჩქარების ანუ ჟ-ს ფრჩხილებს გარეთ გატანით ღებულობთ აჩქარებისთვის შემდეგ ტოლობას a აჩქარება უდრის ჟ გამრავლებული სინუს ალფას მინუს მიუ კოსინუს ალფა. საიდანაც ჩანს რომ სხეულის მიერ მიღებული აჩქარება დამოკიდებული არაა სხეულის არჩევაზე, ანუ სხეულის მასაზე, არამედ დახრილი სიბრტყის კუთხესა და ხახუნის მიუ კოეფიციენტის მნიშვნელობაზე. თუ უფრო წინ წავალთ ანალიზში, მივიღებთ პირობას, რომლის თანახმადაც განისაზღვრება ჩამოცურების დაწყების პირობა მიუ და ალფა პარამეტრების ურთიერთკავშირით. ჩამოცურება იწყება მინიმუმ თანაბარი სიჩქარით, ანუ როდესაც აჩქარება არის ნულის ტოლი, ამ შემთხვევაში ვღებულობთ, რომ დახრილი სიბრტყის ალფა კუთხის კონკრეტული მნიშვნელობისას ჩამოსრიალება იწყება მაშინ, როდესაც სიბრტყისა და სხეულის ურთიერთსრიალის ხახუნის კოეფიციენტი მიუ არის ალფა კუთხის ტანგენსის ტოლი. იმედია მიხვდით, საიდან მივიღეთ ეს ტოლობა, გამომდინარე იქიდან, რომ ალფა კუთხის ტანგენსი არის ალფა კუთხის სინუსსა და კოსინუსის შეფარდება. მასშტაბი რომ შევაჯამოთ, მივიღეთ სხეულის ჩამოცურების დაწყების პირობა. თუ დახრილი სიბრტყის კუთხე ისეა შერჩეული, რომ ალფა კუთხის ტანგენსი უდრის მიუ ხახუნის კოეფიციენტის მნიშვნელობას, ან კიდევ პირიქით, თუ დახრილი სიბრტყისა და სხეულის ურთიერთსრიალის ხახუნის კოეფიციენტი ისეა შერჩეული, რომ ის უდრის ალფა კუთხის ტანგენსის მნიშვნელობას, მაშინ იწყება სხეულის ჩამოცურება, რა თქმა უნდა, მუდმივი v სიჩქარით. ეს ამოცანა კიდევ ერთი დასტურია ვექტორების პრაქტიკული გამოყენების მნიშვნელობისა. გმადლობთ ყურადღებისთვის.